მგონია, რომ შემგთავაზოთ ავთოგვასალიას მიერ მომზადებული სიუჟეტი. ავთოგვასალია შეგვახვედრებს ახალგაზრდა პატარა გამომგონებელს, ლუკა იერემაშვილს, იგი გახლავთ 12 წლის და უკვე 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ვნახოთ ეს სიუჟეტი და გავეცნოთ ამ არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ადამიანს. შემოსამეტებელი ელექტრონი ჯდება 3-დე 9-ზე. 24 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა იერემაშვილი 12 წლისაა და ეს უკვე 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 5-ვე მათგანი საკპატენტში დარეგისტრირებულია და პატარა გამომგონებლის სახელზე დეპონირების დამადასტურებელი მოწმობებიც გაცემულია. მისი ერთ-ერთი ნაშრომი კვანტურ რიცხვს ეხება. ელექტრონების დასახასიათებლად შემოიტანა კვანტური რიცხვი, რაც არის ელექტრონის თავისუფალი ნება. დაადგინა მისი რიცხობრივი მნიშვნელობა, რაც კრებითი კვანტური რიცხვის ტოლია. კრებითი კვანტური რიცხვი კი ელექტრონის მთავარი, ორბიტალური, მაგნიტური და სპინოკვანტური რიცხვის ერთობას უდრის. მისი აზრით, ეს ახალი კვანტური რიცხვი უნდა იყოს მთავარი კვანტური რიცხვი. კვანტური რიცხვებს და ჯდება 4-ის ორბიტალზე და არ აცდის ამ შემოსამეტებელი ელექტრონს, რომ დაჯდეს აქ. თუ ეს შემოსამეტებელი ელექტრონი დაჯდება 4-ის ორბიტალზე, მაშინ იგი დაარღვევს სამყაროს კანონზომიერებას. ქართულ მეცნიერთა დიდი ნაწილი ლუკა იერემაშვილში გენიოს ხედავს. მისი დედა გვიყვება, თუ რითი ინტერესდებოდა ბავშვი ადრეული ასაკიდან. ბავშვობიდან მქონდა ინტერესი უფრო ვარსკვლავები აინტერესებდა, ანუ ასტრონომია აინტერესებდა. სულ პატარა იყო და სკამს მიადგავდა და იყურებოდა და ის რაღაცა მიყიდეო, რომ გავიხედო და ვარსკვლავები ვნახო. ანუ რაღაც უფრო ისეთი რაღაცები აინტერესებდა, რაც თქვა პატარა ბავშვს არ უნდა აინტერესებდეს წესით. პირველად, როდესაც არც ვიცოდი რა იყო ატომები, არაფერი, მე პირველად მაინტერესებდა კოსმოსში ვარსკვლავები, როგორები იყვნენ და მაგიტომაც მე სულ მინდოდა რომ მქონოდა ტელესკოპი, რომ მენახა ეს ვარსკვლავები ცოტა მიახლოვებული კადრიდან. შემდეგ რომ ცოტათი გავიზარდე, მაშინ დამინტერესდი კოსმოსში ატომების ჩამოყალიბებით. უფრო გაუმძაფრდა ეს კითხვები, როცა ჩემმა უფროსმა ბიჭმა დაიწყო შესწავლა ქიმიის და ფიზიკის. და ეს წიგნები რომ ნახა ქიმიის და ფიზიკის და იქ უკვე რაღაცა თავისი ნახა, უკვე დააინტერესა და დაიწყო ჩვეულებრივად იჯდა მაგასთან ერთად და არჩევდა გაკვეთილს, როცა თავის გაკვეთილები გადადებული ქონდა გვერდზე და სწავლობდა ჩემი უფროსი ბიჭის გაკვეთილებს. თავდაპირველად ლუკა უცხოურ საიტებზე ეძებდა მისთვის საინტერესო ინფორმაციებს. მრავალელექტრონიანი სისტემისა და კვანტური რიცხვების წესის შესწავლის შემდეგ ნელ-ნელა სისტემაში ატომების ჩამოყალიბების შესწავლაც დაიწყო და ეჭვი შეეპარა ქრომის ატომში. როდესაც ინტერნეტის საშუალებით შევისწავლე კვანტური მექანიკა, მაშინ მე მქონდა ფანტასტიკური შედეგები. აღმოაჩინე 4 ელექტრონი, 4s2, 5s2, 6s2 და 7s2 ორბიტალზე მბრუნავი მოაზროვნე ელექტრონები. 12 წლის ლუკამ ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორებთან პირველი საჯარო შეხვედრა 1 ივლისს გამართა. პროფესორებმა რამდენიმე თვე ითხოვეს და პატარა გამომგონებელთან საგამათოდ მორიგი შეხვედრა მომავლისთვის ჩაინიშნეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ლუკა ისვენებდა. მან საკუთარი ნაშრომები თავადვე გადათარგმნა ინგლისურ ენაზე და საერთაშორისო ვებგვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მის აღმოჩენებს უცხოელი მეცნიერები გაეცნობიან. თვითონ მონახა რაღაცა საიტი, ანუ სადაც არის სამეცნიერო გვერდი, შედის და ეკონტაქტება და ეკითხება ისეთ რაღაცებს, რომ ისინიც გაუგნებულები რჩებიან, შენ რამდენი წლის ხარო. მისთვის სამეცნიერო საკითხებზე მუშაობისთვის განსაკუთრებით კარგი დრო ზაფხულია, რადგან სკოლაში არ დადეგები აქვს და მეტი თავისუფალი დრო რჩება. ამჟამად იგი კიდევ ერთი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც რამდენიმე დღეში ექნება მეცნიერებთან და გამომგონებლებთან. სამომავლოდ კი სურს განათლება უცხოეთში მიიღოს და მისის შემოქმედებით და ნიჭით საქართველო ასახელოს.